თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის წელს ბაკურიანში სასიამოვნო სიახლეა კურორტზე. ამ სეზონზე კიდევ ერთი ახალი საბაგირო მოქმედებს. საბაგირო კოხტაგორაზე დამონტაჟდა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ფაქტიურად უფუნქციოდ იყო. ვარაუდობენ, რომ ეს სიახლე საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდას ხელს შეუწყობს. Რვაწლიანი პაუზის შემდეგ ბაკურიანში კოხტას საბაგირო კვლავ ამოქმედდა. ახალი სათხილამურო მარშრუტი და 6 კაციანი სავარძლის ტიპის საბაგირო შუალედური სადგურით კოხტას მთაზე 3 თვეში აშენდა. ბაკურიანი ახლიდან დაიბადა, ამ წუთას აშენდა კოხტის ახალი საბაგირო, ახალი ტრასებით და დაგრძელდა, რომელიც ჩვენი აზრით ძალიან გააქტიურებს ვიზიტორების შემოსვლას ბაკურიანში. სასიამოვნო რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში უპრეცედენტო დიდი რაოდენობა დაფიქსირდა უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორების. ახალი მარშრუტი 3 კილომეტრზე მეტია. მომავალი წლიდან კი კოხტას მთა ახლად გახსნილი საბაგირო გზით კურორტ მიტარფს დაუკავშირდება. ახალი საბაგირო გზა დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებთან ერთად დაათვალიერა. ეს არის საჯარო კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი მაგალითი დღემდე საქართველოში, როდესაც სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს ძირითად ინფრასტრუქტურაში, ხოლო კერძო კომპანია GRDC აკეთებს სასტუმროების, გასართობი ცენტრების და შოპინგ ცენტრების მშენებლობას. ორსადგურიანი შუალედური სადგურით საბაგირო, რომელიც იძლევა შესაძლებლობას როგორც პროფესიონალი მოსრიალეებისათვის, ასევე დამწყები მოსრიალეებისათვის მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ტრასებზე. მომავალი წლიდან კოხტას მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ადგილიანი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და 2000 სტუმარზე გათვლილი აპარტ-ოტელის მშენებლობა იგეგმება. დამსვენებელს ექნება შესაძლებლობა რომ ისრიალოს რამოდენიმე მთაზე ერთდროულად და რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ვაკეთებთ კურორტს, რომელიც 4 სეზონისთვის იქნება. კოხტას მთიდან მთავრობის წარმომადგენლებმა დიდველზე გადაინაცვლეს, სადაც სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს თასის პირველი ეტაპის შეჯიბრში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ბაკურიანში კოხტას საბაგიროს ამოქმედებით წლევანდელი სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.